მე მინდა გავაკეთო ერთი განცხადება და ამის შემდეგ უპასუხო თქვენ შეკითხვებს, თუ რა თქმა უნდა გექნებათ. დღეს ჩემთვის გახდა ცნობილი ძალიან სამწუხარო ამბავი. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, თუ არ ვცდები, ტელეკომპანია იმედის მთავარ პროკურორს დაუსვა შეკითხვა ჩემ პერსონასთან დაკავშირებით. მე მინდა გავაკეთო ოფიციალური განცხადება და მიმართო საქართველოს იუსტიციის მინისტრს და საქართველოს თავდაცვის მინისტრს. როგორც ჩემთვის ცნობილი არის, მიმდინარეობს გამოძიება საქმეზე, რომელსაც ადევს გრიფი საიდუმლო. რადგან ეს საქმე ეხება საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გაზრდას და რეგიონის უსაფრთხოებას. სამწუხაროდ ამ გრიფით საიდუმლო და ხას უსვამ გრიფით საიდუმლო საქმის შესახებ იცის ჟურნალისტი. ეს არის საშიშროება, ძალიან დიდი საშიშროება, რომ ის ხალხი, რომელიც ფიგურირებს ამ საქმეში და ამ საქმეში ფიგურირებს ხალხი, რომელიც საიდუმლოდ თანამშრომლობდა სახელმწიფოსთან, საქართველოს სახელმწიფოსთან, ამ ხალხის გვარების სახელების გაჟონვის შემთხვევაში ეს ხალხი იქნება ფიზიკურად ლიკვიდირებული. ეს არის პირდაპირ ღალატი ჩვენი უსაფრთხოების, ჩვენი თავდაცვის უნარიანობის და მე მინდა ვთხოვო, რომ თავდაცვის მინისტრმა და იუსტიციის მინისტრმა სასწრაფოდ უზრუნველყონ საიდუმლოება ამ საქმის. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაერკვას, საიდან ჟურნალისტს აქვს ინფორმაცია საქმეზე, რომელსაც ხას უსვა, ადევს სტატუსი გრიფი საიდუმლო. გრიფი საიდუმლო მე არ მაძლევს უფლებას ახლა თქვენ გესაუბროთ ამ საქმესთან დაკავშირებით. თუ იქნება მოხსნილი ეს სტატუსი დიდი სიამოვნებით, მე მოგიყვები ძალიან ბევრ საინტერესო დეტალს, მაგრამ ამისთვის არის საჭირო, რომ საქმეს რა თქმა უნდა მოიხსნას საიდუმლოს გრიფი. მე ვიყავი დაკითხული ამ საქმეზე მოწმის სტატუსით და მივეცი განმარტებები გამომძიებლებს იმისათვის, რომ არ კონდეს არავის განცდა ან ცრუ მოლოდინი იმისთან დაკავშირებით, რომ მე რამე კანონდარღვევა მაქვს ჩადენილი, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა თქვენ მეშვეობით თხოვო თავდაცვის მინისტრს და იუსტიციის მინისტრს სასწრაფოდ უზრუნველყონ ამ საქმის საიდუმლოს გრიფის დაცულობა, რადგან არ მოხდეს გაჟონვა იმ ადამიანების გვარების სახელების მონაცემების, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვა. საიდუმლო თანამშრომლობდნენ სახელმწიფოსთან, თანამშრომლობდნენ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე და საქართველოს ეხმარებოდნენ თავისი თავდაცვის უნარიანობის გაზრდაში. ბატონ დიმიტრი, მე ვარ ჟურნალისტი, ვინც არჩილ გულაჩვილს ეს კითხვა დაუსვა. მე მაინტერესებს თქვენ ამ ეტაპზე რა ინფორმაციის გაჟღერება შეგიძლიათ? ამ საქმეს თქვენგან განსხვავებით, მე ვარ იურისტი განათლებით, მე მინდა გითხრათ, რომ მე ვარ ეხლა შეზღუდული საიდუმლოს გრიფის მეშვეობით, აქედან გამომდინარე. მე ვერანაირად ვერ ვეთქვი დეტალებზე ამ საქმის, თუ თავდაცვის სამინისტრო მოხსნის ამ გრიფს საიდუმლოს, მაშინ მე დიდი სიამოვნებით გავაკეთებ ყველა განმარტებას. მაგრამ მე თქვენ მინდა გთხოვოთ, რომ აქ საუბარი არ არის სიმპათიებზე ან ანტიპათიებზე. ეხლა მე რომ შეიძლება თქვენ ძალიან გულზე არ გახატივართ, ეს სხვა საკითხია. აქ არის საუბარი სიცოცხლეზე ადამიანების, რომლებიც იქნებიან ფიზიკურად განადგურებულები, როგორც იქნება ცნობილი დეტალები ამ საქმის. თანხებზე არის ბატონო დიმიტრის საუბარი. აქ არის თქვენ თუ იცით დეტალები ამ საქმის, თქვენ შეგიძლიათ ამაზე ისაუბროთ. ამ საქმეს ადევს გრიფი საიდუმლო. საქმე ეხება ურთიერთობას ჩვენი სახელმწიფოსი იმ ადამიანებთან, რომლებიც როგორც ჩვენი ქვეყნის პატრიოტები ეხმარებოდნენ ჩვენ სახელმწიფოს. მე კანონის წინაშე ვალდებული ვარ, რომ მივცე ჩვენება, მე ვიყავი დაკითხული მოწმის სტატუსით, რადგან ეს არის საიდუმლო გრიფით საქმე, მე ბუნებრივია სხვა დეტალებს ვერ გეტყვით. როგორც მოიხსნება, დიდი სიამოვნებით გიპასუხეთ ყველა შეკითხვაზე. ეხლა ნახსენით, საქმე ეხება იმ ადამიანებს, ვიზე საქმე ეხება საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გაზრდას და საქმე ეხება რეგიონალურ უსაფრთხოებას. თქვენი საიდან გახდა ცნობილი, რომ ჟურნალისტმა გახავთ ამ ტელევიზორს უყურებ. თქვენ დაანონსეთ თქვენი ბრიფინგი. კი, ჟურნალისტებს უყურებ და თქვენ როდესაც დასვით ეს შეკითხვა, მე ეგრევე სხვა ჟურნალისტებისგან მივიღე ზარი, რა კომენტარს გააკეთებთ ამასთან დაკავშირებით. კარგად მუშაობდნენ სხვა ჟურნალისტებიც
და როდესაც თქვენ დასვით ეს შეკითხვა, თქვენ დაგასწრეს უკვე შეკითხვას მე მისვავდნენ. თუ აღარ არის ამ თემაზე, მაშინ კითხავთ აგრარულ უნივერსიტეტთან დაკავშირებით როგორ შეაფასებთ? გავრცელდა ასეთი ვერსიაც, რომ ეს მდგომარეობა შეიქმნა ნაციონალური მოძრაობის ბენდუფიცის და ამ აკრედიტაციის საბჭოს თანამშრომლობით, რადგან მათთვის ხელსაყრელია ეს. მე მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ აგრარული უნივერსიტეტი არის ერთადერთი არა მარტო საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში. ჩვენი ქვეყნის, როგორც პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი არის აგრარული, ანუ სოფლის მეურნეობა. სხვა უმაღლესი სასწავლებელი ჩვენ, არა მარტო ჩვენ, არამედ რეგიონში არ არსებობს, რომელიც გამოუშვებს ამ სპეციალისტებს. 2009 წელს, როდესაც მე გავხდი განათლების მინისტრი, აგრარული უნივერსიტეტი იყო რეიტინგულ მაჩვენებლებში ყველაზე ბოლო ადგილას. ყველაზე ჩამორჩენილი უნივერსიტეტი იყო არა მარტო თავისი ინფრასტრუქტურით, არამედ თავისი სწავლის დონით. ეხლა ის შედის ექვსეულში საუკეთესო უნივერსიტეტების. იქ შესრულდა ძალიან დიდი ინვესტიცია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, არა მარტო ინფრასტრუქტურა. თქვენ თუ ყურადღებას ადევნებდით წელს შარშან, უბრალოდ 2012-2011-ში პირველად თავის ისტორიაში აგრარულ უნივერსიტეტში იყო კონკურსი. ეს ნიშნავს, რომ ბავშვებმა, ანუ ახალგაზრდებმა დაიჯერეს, რომ ეს არის საქართველოს მომავალი და შეიძლება შენი მომავალი ცხოვრება ააწყო იმითი, რომ მიიღო ეს განათლება. ეხლა სიტუაცია არის ჩიხური. თუ სასწრაფოდ არ მოხდება ამ პრობლემის მოგვარება, ბავშვები დარჩებიან ამ კონკრეტული სპეციალიზაციის გარეშე. ინსტიტუტი მე გავიგე ინფორმაცია, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში იქნება გახსნილი კონკრეტული ფაკულტეტები. დამერწმუნეთ, რომ ტრადიციების გარეშე, კონკრეტული ბიუჯეტის გარეშე, კონკრეტული ინვესტიციის გარეშე, პროფესიონალების გარეშე შეუძლებელი არის ერთ დღეში, ერთ თვეში შექმნა ახალი უნივერსიტეტის. იურისტს ან ეკონომისტს სხვა უმაღლესში გადაიყვანა. აი ის ბავშვები, რომლებიც სწავლობდნენ იმ პროფესიებს, იმ ფაკულტეტებს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ეხლა იმიტომ რომ მართლა არ აქვს სპეციალისტები აგრობიზნესში. ის ბავშვები შეიძლება დარჩნენ ხაერში. და მე კახა ბენდუკიძესთან არასოდეს მეგობრული ურთიერთობა არ მქონდა, ხშირად კამათობდით, ხშირად ჩხუბობდით. ის არის ძალიან დიდი ინტელექტის პატრონი და ყოველთვის გამოწვევა მასთან კამათი, მაგრამ ყოველთვის თანხმდებოდით იმ პრიორიტეტებზე, რომელიც იყო მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. და მე როგორც ვიცი, კახა არის დიდი პატრიოტი ჩვენი ქვეყნის და გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ სტუდენტებმა მიიღონ ძალიან მაღალი განათლება და ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ განათლების სამინისტრო, რომელსაც გააჩნია კონკრეტული ბერკეტები და აგრარული უნივერსიტეტი მოილაპარაკონ და სასწრაფოდ აუდგეს სტატუსი, იმიტომ რომ სტატუსის გარეშე სტუდენტები ფიზიკურად ვერ ისწავლიან. ბატონ დიმიტრი, უკაცრავ დიდ ბოდისვით ისევ იმ თემაზე მინდა დავუბრუნდეთ. საუბარი არის საკმაოდ სოლიდურ თანხაზე, რომელიც თქვენ გამოიწერეთ და წაიღეთ. თქვენ მაბრალებთ მე რომ მე ფული წავიღე? არა, ან ინფორმაცია არსებობს, საკმაოდ სოლიდური თანხა თქვენ წაიღეთ, როდესაც ეს არის მტკნარი სიცრუე. თუ ეს არის ლეიტმოტივი თქვენი შეკითხვის, მინდა გითხრათ, რომ მე არანაირი ფული არ გამომიწერია და არ წამირია. მე გავიგე პირველი ინფორმაცია იყო, რომ მე 700.000 თავის პრემია გამოუწერე. მე მგონი თქვენს დარწმუნდით, რომ ტყუილი იყო. თუ ეხლა რაღაც ახალი ბრალდება თქვენი მხრიდან არის რაღაც ფულის გამოწერვაზე. არ ვიცი, მე გეუბნებით, რომ არის საქმე, რომელსაც აქვს საიდუმლო სტატუსი, გრიფი საიდუმლო. თუ ამ ფარგლებში, ამ საიდუმლოს საქმის ფარგლებში თქვენ მეკითხებით ფულზე, ამ შეკითხვაზე მე გავეცი პასუხი გამოძიებას. აქედან გამომდინარე და მითითებული არის, სად არის დახარჯული ეს თანხა. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სანამ არ მოიხსნება გრიფის სტატუსი საიდუმლო, ამ საქმეს გრიფის საიდუმლო, ეს საფრთხეს უქმნის იმ ადამიანებს, რომლებიც ფიგურირებენ ამ საქმეში. ხო, ისიც მე გავიგე, რომ ბენზინს ვიპარავდი ამაზე, ხო. ხო, მე ძალიან მინდა, რომ საქართველოში არ დაინერგოს გუნავას კომპლექსი, რომ ჯერ ბრალდება ბენზინის მოპარვა, მერე ფულის მოპარვა, მერე ნარკოტიკის მოხმარება და იარაღის ტარება. არც ბენზინი მომპარია, არც ფული გამიფლანგია
მიმითვისია ნარკოტიკებს არ ვიკეთებ, იარაღის ტარების უფლება მაქვს, მაგრამ არ ვატარებ. წინასწარი გავთხილე. საწავი გამოიყენა, შეიარაღებული ძალების საწავი გამოიყენებოდა ნაციონალური კი, მოძრაობის. ამაზე მე გავეცი პასუხი, რომ ვინმეს თუ აქვს კონკრეტული ბრალდება, არსებობს უდანაშაულობის პრეზუმპცია და მე უნდა კომპეტენტურმა ორგანოებმა, ეს არის პროკურატურა, დამიმტკიცონ, რომ მე ჩავიდნენ დანაშაული. 4 წლის განმავლობაში მე ხელმძღვანელობდი სამ სამინისტროს, ჯამური ბიუჯეტი ამ სამინისტროების 4 წლის განმავლობაში აღემატება 2.5 მილიარდ ლარს. 2.5 მილიარდ ლარს. ჩემ სამინისტროებში მუდმივად იჯდა კონტროლის პალატა, ამოწმებდა, განათლების სამინისტროში მაგალითად მუდმივად იჯდა პროკურატურა, მუდმივ რეჟიმში ამოწმებდა ყველა ხარჯებს. აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს აქვს კონკრეტული პრეტენზია ჩემთან დაკავშირებით, შეგიძლიათ მითხრათ, მე არც 16000 ლარიან ხელფასს ვიღებდი. ჩემი დეკლარაციები არის ღია და გამჭვირვალე. ჩემი ხელფასი ხელზე თუ არ მეშლება არ აღემატებოდა 2.5 ლარს და პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური მაძლევდა პრემიას, ჩემთვის არც ერთხელ პრემია არ გამომიწერია. ეს ერთი, მეორე, თუ და მნიშვნელოვანი არის, რომ დეკლარაციებსაც ჩემსაც თუ გადახედავთ, თქვენ დაინახოთ, რომ არანაირი ქონება მე არ შემიძენია, არანაირი საბანკო ანგარიშები მე არ გამიხსნია ამ 4 წლის განმავლობაში. თუ ვინმეს რამე განცდა აქვს, რა ფული წავედი ამერიკაში, ესეც მე გავეცი ამაზეც პასუხი. აქაც უნდა თქვა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მე შევედი აბსოლუტურად ლეგალურად. მე გავფრენდი თბილისი, მიუნხენი, ვაშინგტონის რეისით და თქვენ მოგიხსენებათ თუ რა უსაფრთხოების ნორმებს გადიხარ, როდესაც გადიხარ გერმანიის და ამერიკის შეერთებულ შტატების საზღვარს. აქედან გამომდინარე, მე ყველა ადამიანს რომელიც ოდნა ლოგიკა გააჩნია, მიხვდება რომ ეს არის წყნარი სიცრუე. რამდენჯერ დაიკითხეთ ამ საქმეს? ერთხელ. პროკურორს არ უხსენები ერთად კრიტიკაიდუმო მან განმარტა რომ რადგან გამიძება არ არის დასრულებული. ხომ არ იცი თქვენთვის ხომ არ ვიცი. არ ვიცი. მე მადლობას ვუხდი თავარ პროკურორს, იმიტომ რომ ის გასცა ძალიან კვალიფიციური პასუხი. ძალიან კვალიფიციური პასუხი იყო. ეხლა მნიშვნელოვანი არის რომ ორმა მინისტრმა იუსტიციის და თავდაცვის უზრუნველყონ გრიფის საიდუმლოს დაცვა. თუ გრიფის საიდუმლო იხსნება, მაშინ მეც ვიქნები აბსოლუტურად თავისუფალი, რომ მოგაწოდო თქვენ ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით. მაგრამ კვლავ ვიმეორებ, მე რა თქმა უნდა ამას არ გავაკეთებ, მაგრამ იმ ხალხის სიცოცხლე იქნება საფრთხეში, ისინი იქნებიან ფიზიკურად ლიკვიდირებულები, რომლებიც ფიგურირებენ ამ საქმეში. ზუსტად ამიტომ ამ საქმეს ადევს სტატუსი გრიფის საიდუმლო. დიდი მადლობა. ისე მაგრალულზე გითხავთ, მაშინ მინისტრს რამდენად აქვს კომპეტენცია და შესაძლებლობა ახლა რომ თქვათ მიიღოს ერთ პიროვნული გადაწყვეტილება, რომ წელს მაგალითად არ შეჩერდეს. მე როგორც მახსოვს, ჩემ დროს როგორც იყო, ჩემი პირველი მოადგილე ასრულებდა ამ კომისიის კურაციის საკითხს. ანუ ის იყო ამ სიპის, სადაც შედის ეს კომისია ხელმძღვანელი. ანუ ის ურთიერთობდა ამ კომისიას. აქედან გამომდინარე, კომისიას სრული შესაძლებლობა აქვს ასტრაფოდ გადახედოს თავისი გადაწყვეტილება. იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი, რომელიც ახლა არის ქვეყანაში. მე ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ეს უნივერსიტეტი სწავლის ხარისხით არის მაღალ დონეზე. ინფრასტრუქტურა თქვენ თუ ნახავთ ლაბორატორიების მეშვეობით არის ბრწყინვალე კონდიციაში და ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ბავშვებს ყველაზე მნიშვნელოვანი სჯერათ რომ შეიძლება სწავლონ. თქვენ 4 წლის წინ ვინმე გინახიათ ვისაც უნდა სასოფლოში ჩაბარება? აი ხო ყველა ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ. 4 წლის წინ ვინმე თქვენ გარშემო იყო ვისაც უნდა სასოფლოში ჩაბარება? დიდი მადლობა.